თქვენ თუ იცით ელექტრომობილებში Tesla-ზე მეტ მანქანას რომელი ჩინური ბრენდი ყიდის? მე ვიცი და გეტყვით ახლა. BYD მეგობრებო. BYD არის ნამდვილად კარგი და გამოცდილი ჩინური ბრენდი და რატომ ვამბობ ახლა ამას? მოკლედ, BYD-ის ისტორია იწყება 1995 წლიდან. ის აწარმოებდა ელემენტებს და სხვადასხვა ცნობილი ბრენდებისთვის აკეთებდა, აწარმოებდა და ყიდდა ელემენტებს, როგორიცაა Tesla, Toyota და ასე შემდეგ. და BYD-მა ძალიან სწრაფად მიხვდა, რომ უნდა ეწარმოებინა თავისი ავტომობილები და მან 2023 წლიდან დაიწყო ავტომობილების წარმოება. ყველაზე უსაფრთხო ელემენტებს აწარმოებს BYD და რა თქმა უნდა ტექნოლოგიურადაც ძალიან განვითარებული არის. BYD არის ერთ-ერთი ჩინური ძლიერი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან სახელგანთქმული არის. და რაც მთავარია, BYD-ს აქვს ძალიან ბევრი კატეგორია. აქვს ჰიბრიდის კატეგორია, აქვს შიდა წვისძრავის კატეგორია და აქვს პლაგინ ჰიბრიდის კატეგორია. რა თქმა უნდა, სრულად ელექტროც. და აქედან გამომდინარე, BYD თავისი არსებობის ისტორიაში ძალიან კარგად მიყვება ამ ხაზს. მე პირადად ჩინურ ავტომობილებში სულ ვენდობი დაახლოებით 2-3 ბრენდს და იმ 2-3 ბრენდზე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებ. BYD ძალიან კარგი არის, მეგობრებო. ძალიან დიდ კონკურენციას უწევს არა მარტო ჩინურ ელექტრომობილებს, მათ შორის ევროპულ ავტომობილებსაც და აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის გირჩევთ, რომ ისეთი ბრენდი იყიდოთ, რომელიც არის გამოცდილი, რომელსაც თავისი მანქანები უკვე გატესტილი ყავთ, როცა 10, 15, 20 წლიანი ისტორია აქვს კომპანიას, მანქანის ბრენდს. შეგვიძლია რომ მას ვენდოთ და არა იმას, რომლებმაც გუშინ დაიწყეს მანქანის წარმოება და ერთ წელში და 2 წელში საერთოდ არავინ არ იცის ის ბრენდი იარსებებს თუ არა. BYD ძალიან ეკონომიური და პრაქტიკული მანქანები არის. მოკლედ რომ შევაჯამოთ, BYD არის ტექნოლოგია, ეფექტურობა და ნაკლები ხარჯი. BYD-ს ყავს ძალიან კარგი მოდელები, მათ შორის არის Song Plus-ი, რომელიც ერთი დამოხტით გატარებთ 500-დან 600 კილომეტრამდე, რაც მგონია რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. მისი ელემენტები არის, რა თქმა უნდა, ორ კატეგორიად დაყოფილი, ერთი არის 71 კილოვატიანი, მეორე არის 87 კილოვატიანი. გააჩნია კომპლექტაციას და თქვენს ბიუჯეტს. ეს მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან ეკონომიური, პრაქტიკული და თანამედროვე არის. მე პირადად გირჩევდით BYD Song Plus და ზოგადად BYD-ის ბრენდი ძალიან კარგი, გამოცდილი და ეკონომიური არის. თქვენ რას ფიქრობთ? რომელ მანქანას მიანიჭებდით უპირატესობას? Jetours თუ BYD-ს? თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, ძალიან გთხოვ გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიწერე კომენტარებში. რომელ მანქანაზე ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში.